საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს. დღეს მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ხსენების დღეა. სიონის ტაძარში წირვას მეუფე შიო აღავლენს. სწორედ წმინდა ნინოს ქადაგებით 326 წელს საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. არა ქართველი იყო, ჩამოვიდა წმინდა ნინო და ქართველებზე ქართველი გახდა. შენ როდესაც გვარით ეხლა ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც ამაყად უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ, ხო? შეხედეთ და გადახედეთ, თამარ მეფეს გადახედეთ, ქეთევან დედოფალს გადახედეთ, შახაბასთან ჩიოდა, ან ვინმესთან ჩიოდა, რო დადიხართ ამდენ ქვეყანაში და ჩივით. ისე იქნება, როგორც ღმერთს უდათ და ჩვენ როგორც გვინდა ქართულ ხალხს როგორც გვინდა. 90-იან წლებში დავბრუნდეთ. მე ადრეც მივმართე ქალბატონებს რა და განსაკუთრებით ერთ ქალბატონს. ვისი სისხლის დაურა გსურთ რა? გაიხსენეთ, რომ ღვთისმშობლის წელხვედრი ქვეყანა და წმინდა ნინოს ქვეყანა. Სადაც აქ სრულიად პატარა 14 წლის ასაკის დაახლოებით ქალწული ნინო შემოდის იმისათვის რომ მოილოცხოს მაცხოვრის კვართი, რომელიც არის სვეტსხოლში დღეს დაკრძალული, აი ამ უდიდეს სიწმინდის მოსალოცად მოდის და ის ხდება უფლის რჩეული თავის თავმდაბლობიდან და რწმენიდან გამომდინარე, უფალი მას გამოირჩევს იმისათვის რომ გახდეს მოციქულთა სწორი და ქართველთა განმანათლებელი. მან არა მხოლოდ განამტკიცა ქრისტიანული რწმენა ჩვენ სერში, არამედ მისი დაუღალავი შრომით, ღვაწლით, ლოცვით და უამრავი აღსრულებული სასწაულით, რომელიც მეფე დედოფალსაც კი უკავშირდებოდა, სახელმწიფო რელიგიათაც კი იქნა ქრისტიანობა გამოცხადებული ჩვენს ქვეყანაში. დღემდე მისი ჯვარი სასწაულმოქმედი არის შემორჩენილი, ის არის სიონის საკათედრო ტაძარში და მისით ამ მეოხებითა და წყალობით ღმერთმა დაალოცოს, გაამთლიანოს და დაიფაროს სრულიად საქართველო. გილოცავთ თევანდელ დღეს, თევანდელი დღის საადა მადლის შეგვეციოს ჩვენ საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს განსაკუთრებული დღე არის მით უმეტეს ჩვენთვის, ქართველებისთვის, საქართველოსთვის, რამე თუ წმინდა ნინო ბრძანდება გამაათლებელი ჩვენი ერის, საქართველოს ქვეყნის. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საკმაოდ ისეთი დღესასწაულია აღსანიშნავია და რა თქმა უნდა ასოცირდება საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს წმინდა ნინოს მადლმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ერი.